ამ გადაცემაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბასტო და ვიკაევა, რომლებსაც მოუწევთ სახალისო კითხვებზე პასუხების გაცემა. არ გაცემის შემთხვევაში მათ მოუწევთ დალევა. და სადვიმყოფებით რა თქმა უნდა ბარჩიხში, რომელიც მდებარეობს გიორგი ახვლედიანის 20 ნომერში, სადაც შემოსვლა უფასოა და ყოველ დღე 11 საათზე იღება კარები, ამიტომ მომბრძანი თუ ეძებ დაუვიწყარი დროის ტარებას. ეხლა მე თქვენ მოგიმზადებთ ჩიხის საავტორო კოქტეილს, რომელიც მე თვითონ შევქმენი, ალკოჰოლურია, უგემრიელესია. ამ კოქტეილის დაგიმონება შეძლებს თუ არა ბარჩიხში. ეს ხელი თუ ესე გაგზარა. პროფესიონალიზმი რა. ძალიან crazy. წითელი ჩემი საყვარელი ფერია სოფელი. მართლა რაღაცა კარგი ჩემს. ფანტასტიკია, რო ვიცოდი. გასინჯე და მითხარი, აბა ძალიან ძლიერი იქნება ალბათ. შენ ძლიერი გო. ვაიმე რა. ეს რა? ხო ძლიერია. არა ძლიერი. აი, დავიწყოთ. აბა ერთი შემოკრას მეგობრებო. არ განადგურებისთვის. არ მისმის. პირველ თამაში თქვენ გექნებათ თაბახის ფურცლები. მე დავსვავ კითხვას, თქვენ დაწეროთ ფურცელზე და ვიზის სწორი იქნება. ეს ფურცლები სადეშოა. არ ჟურნალს არ სველდება. მე ვიცი პასუხი უკვე. ზეღუდა პასუხი რა. თუ გამოიცნობთ არ სვავთ. თუ ვერც ერთი ვერ გამოიცნობთ ორივე ისვავთ. და თუ ორივე გამოიცნობთ შენ სვამ, აბა რა, ამის თუ ორივე გამოიცნობს მე ვსვავ. მართლა? მოდი მე თუ სვამ პასუხი მეცნო გეტყვი და დავალევნო. კაი. ეს შემეკრნეთ მეგობრებო, მიშვედეთ. ზადა ხართ? ფილმში მოკვდი, მაგრამ არა ახლა. ჯეიმს ბონდი ჩადის კუნძულ კუბაზე და თავს ორნიტოლოგად ასაღებს. რათად? ორნიტოლოგად. ორნიტოლოგობა რა არის, უნდა გამოვიცნო? არა, დაიცა. ამასთან ერთად აგენტ 007-ს თან აქვს რეალურად არსებული ორნიტოლოგის წიგნი. ყურადღება შეკითხვა, დაასახელეთ ამ წიგნის ავტორი. და ორი ანუ შეგვიძლია რომ არსებობს დედამიწაზე ორი ადამიანი, ვინც ორივე გამოცნობს ამას? მე ვფიქრობ, რომ არსებობს ორი ადამიანი, ეხლა ამ სტუდიაში ვინც დალევს, იმიტომ რომ ამ კითხვაზე რა თქმა უნდა პასუხი არ იქნება. გავხურდეთ. ხო, ავტორი. მე ვიღაცა დავწერე, ვაჟაბშალო დაწერე. არა, მანახეთ პასუხები, აბა. მე დავწერე დარვინი. ვიკაევაო, შევადაწერე. დარვინი. კაი, მოდით გეტყვით პასუხთან, დაგისხავთ, თან დალევთ. აუ, ერთი წუთი ეს. ძალიან ბევრია ეს. მე ანუ სამეგრელოში სოკი ვთქვა რა მოაყოლო? სამეგრელში ცენ რომ სადი ხარიქა. ეს იყო პირველი ეგეთი რთული იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან შევხურდით რა. თორემ მე ვერ მოვიცი ვის საჭირდება და ის არ სწორს. დალევს, გაიცით პასუხი სწორად ორივემ და მოუწევს. ეგ უკვე თქვენი ინტელექტუალიზმზე არის დამოკიდებული და არა. აბა თუ შეიძლება რომ მითხრა ორნიტოლოგი ეს მე როგორც ვფიქრობ ორნიტოლოგი ეს ორნიტოლოგი არა ლარინგოლოგი. პასუხი არის ჯეიმს ბონდი. იმის დასამტკიცებლად რომ ის ნამდვილად ორნიტოლოგია თავის სიგნით და ვიცოდი, საკითხული მქონდა. მით უმეტეს უიცოდი. ხელში მჭერია რა. აუ, დაგიკავე. არა უშავს მეორე კითხვას დარწმუნებული ვარ. ოპა. კარგი ხარ. არა, პირიქით უფრო მარტივდება მე, იმიტომ რომ დალევაც. მეორე კითხვა. GPR-ის პრეზიდენტმა ჰაინრიხ ლიუბკემ ოფიციალურ ვიზიტის დროს ამ ადამიანს ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერება უსურვა. რითიც ფაქტობრივად ანეკდოტების გმირი გახდა. ვის უსურვა? მე ვიცი ეგ ისტორია, ხოლმე თუ კარჩ მე ვიცი ეგ ისტორია, რომ ამ ტიპს, ამ პოლიტიკოს გარდაეცვალა ოჯახის წევრია, ძალიან ახლო და მე იმ ტიპმა უსურვა. არა, მართლა ეგრე არის, არ მახსოვს. აი ეგ რა კითხვა არის, ვის უსურვა, არ მახსოვს. ვინსტონ ჩერჩილს? მე რატომ ეკითხები? მოდი ორივე დავწერ ჩერჩილს და იქნებ დავალევინო. კარგი. აი ჩერჩილი წერია რა. აჰა. მიირთვით კითხავთ რა სასმელი. იყო პასუხი? და პასუხს ავიკითხავ დალევის პროცესში. ჯორჯ ბუში? ესე იგი ოჯახური ბედნიერება უსურვა რომის პაპს. რომის პაპი. რომის პაპა. რომის პაპს გაუმარჯოს. თქვენთანაც დავასხვა შემდეგს მაინც ვერ გამოიცნობთ, ამიტომ დაუდესმე გამოვიცნობ რა. კი, ყელში დაუჭრი ხარ სტუმარს? ბიჭო, არა, არც მინდა. დავიწყოთ. კომედიურ ფილმში დროის ჯაკუზი პერსონაჟები მოხდნენ 80-იან წლებში. ამაში დასარწმუნებლად ერთი მათგანი ეკითხება გამლელს. რა ფერისაა ვიღაც ან რაღაც? შეკითხვა დაასახელეთ X. 80-იან წლებში. ფერი დავსახელოთ? არა, ვინ კითხა? ვის ეკითხა რა ფერისაა? მე ჩვენ თამაშობ ამის წინამდე, ეგრე ჩვენ ერთმანეთის წინამდე გადავართ, იმიტომ რომ რა კითხვის რა. აი ხა კი, მე იქნებით კი. სანტა კლაუსი ვიცი რომ კოკაკოლის გამო გაწითლდა და მამდე ლურჯი იყო. შეიძლება რა ფერისაა სანტა კლაუსი ეკითხა. ვერ ვკითხვა, ამოძრავ, თეთრ კმედებს ხედავ შეჩერა, მაგრამ რას ამბობ არ ვიცი.
ეს აკეთებს და ის ვაგებს მაგას ვამჩნევ. ჰინტს გაძლევთ, რომ ვიღაცაზე კითხა რა. პრეზიდენტი. ამერიკის პრეზიდენტი. შავია თუ თეთრია? არა, ძალიან მარტივი პასუხიათ რა. არა. კარგი. აბარა! დაწერე. ნუ ეუბნები, მოიწე ეგ რა პონტია. მიაუ. აბარა. 3 2 2 1 ჯექსონი. და ეს მარცალია, ის იყო მაიკლ ჯექსონი, მეგობრებო. ბრავო, ბრავო! რავი ჩვენ. აი ესე გააკეთა და მივხვდი რომ მუნმოქს. ახლა გადაცემა შემოვა, შავი ყუთი რომელიც რეალურად შავი არ არის. რაშიც არის მოტივებული სხვადასხვა ნივთები. მე წაგიკითხავს პატარა რაღაცა, უნდა გამოიცნოთ თუ რა ნივთია შიგნით. ბრავო! თუ გამოვიცნობ შენსვა, ხო ისე? ხო, თუ ორივენი ვერ გამოიცნოთ. გავიგე რა ხდება შავყუთი რაც უნდა გამოვიცნო. ნივთი ხო და მე წაგიკითხავ რა შეიძლება იდოს. არა, უნდა იდოს ხელს არ ადებს, სანამ არ ვიტყვი და რა ხდით მე რა. შემოიტანეთ შავი ყუთი რომელიც რეალურად შავი არ არის. აი ცა ბაბა გააჯანჯვარე ჩემო ძმა. არა. არ ჯანჯვარებს. ძალიან ის. ბალიში დოს პატარა. მინდა აღვნიშნო რომ შავი ყუთი რომელიც რეალურად შავი არ არის, მოგიმზადათ ბარით შიხმა, ანუ აქ რაც დევს, ეს არის ბარით შიხის მოფიქრებული შეკითხვა. თხოვთ, საბა? სათხარ? დიახ. ამ ყუთში მოთავსებული ნივთით შენ შეგიძლია მიიღო ფასდაკლება. ვაუჩერი. და ეს ორი პასუხია მეგობრებო. თქვენ, ჩემო საყვარელო სტუმრებო, გადმოგეცემათ ბარჩიხის 100 ლარიანი ვაუჩერები, მოგზანდით, მიირთვით, აქ ვიქნებით ჩვენ და შეგიძლიათ ისიამოვნოთ. დავაია. უნდა დასწრებაზე იყო. დავაი ასლარიანი ვაუჩერები ერთხელ. კარგი, შემოვიტანოთ შავი ყუთი რომელიც რეალურად შავი არ არის. დასწრებაზე რომელიც არის დასწრებაზე. რომელიც არის არის დასწრებაზე. ზოგი დასწრებაზე რა. არა, ხო და როგორ არის ზოგი? რას უსმენ? თევზის ტვინი გაქ. აი მე. კალორიები ეს აი. ამ ყუთში მოთავსებული ნივთი ხარ შენ. მე? TikTokeri. არა. ინფლუენსერი. ინფლუენსერი ძის ამ ყუთში? რა ვიცი მე. ხარ შენ. მე ვარ? ჩვენ ვართ საქართველო. ქართველები. სანამ ამ ყუთში მოთავსებული ნივთი ხარ შენ. ვიკაევა, რა ვიცი. ახლოს ხარ, ვიკაევა. ხარ შენ. მინიშნება მოგცეთ? ვარ, მაგრამ ვიკაევა. მინიშნება მოგვეცეთ. მინიშნება არის ესეთი რა. ნახვის დროს დაინახავ რომ შენ ხარ. სარკე! 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 სარკე მეგობრებო! სარკე, ჩაიხედე აბა. მიყვარ ხარ, ბიჭო რა ნიჭიერი ხარ. რა არის? უნდა შეცოცხარი შენ თავზე. სარკე, ვინ არის ყველაზე ლამაზი ამ მადლობა მე? შავი ყუთი რომელიც რეალურად შავი არ არის, მესამე. საბა. კაი. ამ ყუთში მოთავსებულ ნივთს აქვს ეკლები. რები? ეკლები. ვარდი! ზღარბი. კაქტუსი! ეს არის ზღარბი, ჩემი მეგობარი, მე ზღარბი მეგობრებო. ზღარბამდე და არა, ეკლება კაქტუსამდე. სათამაშო ზღარბი და ბასტო შენ მოგიწევს მე ახლა. მაინტერესებს ეკლები სადაა. აი, ეს მე არის ხალხო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო, ჩემო გულშემატკივრებო, ყველას მოგმართავ აი ამას. ასად აქ ეკლები. ჩვენ ვიყვებით ბარჩიხში, რომელიც მდებარეობს გიორგი ახვლედიანის 20 ნომერში და მოგბრძანით ყოველ დღე ეროზე. წაწი იღება კარები. ეროზე? იმენა. ხომ უხარ ხომ. ეს გალევას ხომ უხარ. აქ და გითხავ ესე გავუკეთე ოზისთან რა. გადავალ. გეხვეწე ესე. კი, მე 20-დან აქედან დავიწყოთ რა. აუ ძალიან საყვარლო. შავი ყუთი რომელიც რეალურად შავი არ არის სტუდიაში. ეს ანუ ინტელექტუალური შოუ გვაქვს შენ აქ. კი, ხო? ამ ყუთში მოთავსებული ნივთი ნეკნი. ფილმ ადამიანობობაში თაბა როლს ასრულებს. ოპოპა. კი. აუ ორივე მერტად. ნამდვილია. მოდი რა ხელს გამოსვი რა. მე უნდა გადავა. მეგობრებო, თუ ეძებთ ძალიან ეგზოტიკურ და საინტერესო კონტენტს, როგორიც არის ობობები, ხვლიკები, გველები და აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი დაცოცავს, აღწერაში იქნება ინსტინქტის TikTok გვერდი გადადის და გამოიწერეთ აუცილებლად ხელმასობა. ო რა crazy ხარ შენ. ან გული გამისკდა. ეხლა შეიძლება კისრიდან ჩავიდე სტრაკამდე რო იცი.
εσύ ხო რა ვარ მოხერხი საზოგადოება. მე არ ამგონია მოხელდება, ხო? დედას რომ მოხელდა თავი ერთ ადგილას მაგ. უღმესი მადლობა ინსტინქტს, რომლის არხი აუცილებლად იქნება აღწერაში გადადის და გამოიწერეთ მეგობრებო და არ მოგაკლებათ მსგავსი ეგზოტიკური რაღაცეები ჩვენს გადაცემაში. გამოიწერეთ არხი 10000 გამომწერეთ გადაცემაში მეყოლება უფრო საზიზღარი და საშინელი მცოცავები, ამიტომ არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა. მოუწოდეთ ჩემ ხალხს გეხვეწებით რა მე დავი. საზიზღარი არ შეიძლება მას უწოდო. რატო? ის ბუნების ქმნილებაა და ყველა ბუნების ქმნილება და თავისუფლად საყვარელია. ხო, რატო საზღარი შენ თქვენ. საიზღარი არის ის ბუზებისთვის და კოღებისთვისაც ჭამს. რატო? ჩვენთვის არის სანუკვარი. სანუკვარი ღირსეულია? თავიდან თქვა, კარგი. ღირსეული და სანუკვარი ცხოველები. თუ ამ ვიდეოში 10000 გამომწერზე ავალ, შემდეგ გადაცემაში უფრო სანუკვარი და ღირსეული ცოცავები მეყოლება. დიპლომიანი. მრავალფეხა მეყოლება შემდეგ გადაცემაში თუ 10000 გამომწერზე ავალ. ვიკაევას ჩავსავ ყუთში თუ 10000 გამომწერზე ავალ. აბა გაგიმარჯვოთ. მაგრამ ჩემს გამომწერებს გამომარჯოს. მაგრამ ორივე გამოიცეთ, უბრალოდ მე და ანუ ბაბა ისე ვთქვით, მე ბაბაო. რა, ჯანდაბას ჩაგითვლით, ჰა. მე ჩავითვალე. იგარება. მე მაინტერესებს შედება კითხვა. კი, გესმის. რატო გამოვარდი მასტერშეფიდან? ბიჭმა არ შეგიწყო ხელი? ზარეული არ ვარ ესე ვიცი. შავი ხუთი რომელიც რეალურად შავი არ არის ნომერი 5. გაუყუჯდე, შეგეკვის დამოცანა. მე მგონი ბოლოს ეგრე გავიგე. ეხა გელეუს. მზად ხართ მეგობრებო. იერადა. ჩუ. ამ ყუთში მოთავსებული სადღა პასუხი არ თქვა. თორე გამოიწვევს. ამ ყუთში მოთავსებული ნივთი არის ის, რაც დალევისგან ვერ გადაგარჩენს. ვერ გადაგარჩენ? კანცი? კანს ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გადაგარჩენ. ჭიქა? არა, ხოთ, ახადეთ და მართვის მოწმობა. რა უხადოთ? დაახადეთ, ნახეთ რა არის და მე. ერთი წოთ ჯერ ჭო, თაკა. ხო, თავიდან თქვი. ამ ყუთში მოთავსებული ნივთი არის ის, რაც ვერ გადაგარჩენს დალევისგან. ანუ ვერ გადაგარჩენს, ანუ ყურე ვერ დალევა გადაგარჩენს. და შენ მაინც გიწევს დალევა. ან მაინც გიწევს რა, ნათლობა. რაც არ უნდა თქვა რა. ქორწილი. ქორწილი დებს. ძალიან შორს. რა გატელებოდ რა. ამოიღეთ კამერას ანახეთ თუ შეიძლება მე დაგისხავთ. რაო? ხო, მამა. ორივე სვა, ეხა ჯესები მთ არის მაგ. მართლა ორი სვამთ, მართლა. კარგი რადგან ეგრეა, გრამატიკული შეცდომა გამენს. ეს ტექნიკური ხარვეზი იყო მეგობრებო. ორივე სვავთო. კაი, მოდი, სამივე სვათ უნდა ეწეროს. კი. აი ეგ არის კაცი. ჯის? აი ნაღდური და ეგ არის ალკოჰოლი ორივე სვამთო და არა ორივე სვამთო. ხო და ჩვენ მიგვიწოდა, მაგრამ რა ხან გრამატიკულად არასწორად დაწერა. ხო, გრამატიკულად არასწორად რა. სვამთ, ჩვენი სვამთ. ორივე სვამთ, ჩვენი სვამთ. ხო და სვავთ ეწერა. სვავთ, აუი. всё. აი გაცას მიცემ, რას იხსენებ? ოპა. ვარ. ვისი? გრამატიკის უზნაძე. უზნაძე არა. ჭედლიშვილი. არა. ვიღაც ეგეთია. იმა შანიძეს აყენებ ბიჭო შეურაცხყოფას? შანიძეს გონა. შანიძე, რა თქმა უნდა. მაკაცებსაც უცნო დავლიოთ, მოდი ახლა. შანიძეს გამომარჯოს. შანიძე რო არა, ამის წინადადება სწორი იქნება. აბა. შანიძე რო არა, ჩემი წინადადება, მე არ მომიწოდა დალევა. შანიძე, მადლობა. გაგიმარჯო შანდოვსა. შანო, ჩვენი არა. შანო ბაბუ. ჩვენი ქართველი ჩვენ. შემილია, თვალივე. ტაშკი რომ მეიტანოთ სტუდიაში თუ შეიძლება. ძალიან ცუდად ვარ. კაი, 10 წუთიანი, 10 წუთი დავინიშნე. 10 წუთია ამევრი. არა, ხუთ მოწიოთ ეგრე? სიგარეტი. ორი წლის ნახევარია. 2 წუთი ნახევარი. 346 minutes later. ჩემო გამზელო ლობიო. როგორ თუხთუხებ ქოთანში? მოდელია. წავიდა. 18 ლარი გიბა. არა და უდე დაგიწოთ. ფერია სოფელი. თანდათან უფრო გინდება. რა არის ჩვენი სიცოცხლე? შიდივით გაგვიფრინდება. რა არის ცოცხლე. მართლა. შიდივით გაგვიფრინდება.
სანგელოზივით გალობს. კარგი, გადავერით უკვე მესამე თამაშზე, სადაც არის მხოლოდ დავალები. აქ კითხვები აღარ იქნება. აი, გამიგეთ. მესამე თამაში არის ეს. ქაოსი ვარ თავის პონჩი. აცი, მესამე თამაში, ეს არის სამიანი. მე ახლა ამას ავხდი და გეტყვით რა არის თქვენი დავალება. პირველ რიგში მოდი ავხადოთ და ვნახოთ რა იმალება აი აქ. დავალება რაც უნდა იყოს. რაც არ შეგვიძლია. ან რაც უნდა იყოს, პირში ჩაიდეხო ზედმეტია, მაგრამ აი ეს მანა ხა, აი აქ არიან პატარა გველები. ყველი არ არის, ეგ არის. მატლები. ხულიკი გარ მატლები. მატლებია ცოცხალი. დავალება არის ესეთი: შეჭამე ან დალიე. გაგი დაძლებო. ჯამთამას გიხო გედიერება. ყავი ბარაკა, ყველაფერი კარგად. მოიც დავწერ ერთად. რო ანუ იდიოტო. რო ახსნა ბარო დაიძახე. ცოცხალს მაჭმა. გიგის ვიდეოში მაგ ნაჭავი მაგ. აი ხა აღარ რისი გემო? მადლო ვენდის მაგ ნაჭავი მართლა არა. რისი გემოა? აი ცილოვანი არის ოსპია. ცილოვანი მადლობა ძალიან დიდი. ვიცი კი. ოსპია ცოტა სიმწარე უჭერს ჩორბას რა. გემოა? სიმწარე რას ნიშნავს, იცი? აი თევზ რატო ვაკეთე სიმწარის ახსნა? მეგობრებო. რატო? კიდეთ ეხა შეჭამო ეს? მართალი. თუ შეჭამ არ დალიო. არ ჩაღეჭო, გადაყვანა ეგრევე. შეჭამო? თუ შეჭამ, crazy იქნება და თუ არ შეჭამ, უკვე მიაყოლე. ყველა გადმოვაგდე. მაგარ ჩამიგდო აღარ. ამოიგე. არა. აი ეს მაგის დატამალი, ეს მარილია, მოჯმულია. თავისი კუკებით. გონი ის არის. ანუ მატლი თავისი კუკით. არ ჯობერო ის ხარო. ამადანმა მოგვართა გიმერიანი მატლი მატლი კუკებით. ნახერხია. დავზავი ხა არ არის. გოგო ხო არ გაგიდი. ყველა იმ ადამიანს გაგიმარჯვებს, ვინც დალევის მეგვართან ამას შეჭამდით. მართლა თქვენ ვაჭკაცობას გავმაგდოთ და ჩვენი საქართველო თქვენ ხელშია, მეგობრებო. რა სადიშოვე ჩემთვის გაფეცა. ინსტინქტი გამოიწერეთ, აღწერაში იქნება მათი TikTok არხი მეგობრებო. ბელაც ყოველი ვისაც ვერ მოკიდებთ, ინსტინქტი. ინსტინქტი საერთოდ თუ წასავალი და რა წასახალ. თუ შეიძლება რა. მომეწონა კიდე. მეგობრებო. მე მაინტერესებს მეგობრებო. მე მაინტერესებს ეჭვი. აი რა გეგონა რომ მტკნერია მატლებს მოგვიტანდი. ანუ ჩაჯმულები არის, ანუ ვატლები, რომელსაც ჩაიჯვეს. ეს ქერტლი რატო ავდე? იმიტომ რომ მაგას ტრაკიდან უშვებენ. ჰენდერსონში უნდა დავბაროთ. სურვილი ჩაიფიქრე უი. აი, ქერტლიანი მატლი მოგვიტანდი და რა გიგონე რომ არ დავა. არ გამომწერი ძალიან 500.000 მალა. იო, გამომიწერეთ მეგობრებო. გამაწითლი აქ. კაი ძანდება ხო. ბასტოს და ვიკას არხები იქნება აუცილებლად აღწერაში, ამიტომ გადაიცა გამოიწერეთ, აქ კი არა გადმომიწერეთ. თქვენ რაღაც გინდათ Download-ეთ. ინსტაგრამზეც გამომიწერეთ. და არ დაგავიწყეთ სადმოყვებით, ჩვენ ვიყვებით გიორგი ახალდიანის 20 ნომერში ბარჩიხი, სადაც ყოველდღე არის ძალიან მაგარი გართობა და მობრძანი არ გამოტოვო, თუ გინდა კაი დროის ტარება მართლა. ეს მეგობრებო. მოდი, შენთან დაიხსნა და მგონი. არა, პირიქით. თავისუფლების მოყვარულია. მოცადე რა. გადააგდე. ეხლა ეს წვალობს, იმიტომ რომ ალკოჰოლში ბანავს. ხები აქ. თუ შეიძლება რომ მივირთვათ. ვაი მე მოკალი დავახჭვენ მაგარი გადავარჩინე. ნეგროში ჩააგდო. ვაი მე ხელოვნურის გეხვეწებ გადავარჩინე. ხელო რა უნდა გადავარჩინო ამის დედასთან შეეცინი. რა უნდა გადავარჩინო. გამახუპელი ვიდრალია. არ წაიღო, მოიცე მეორე დავალებაც მატლებზე არის. ეს ხო ტრაცია ხა საერთოდ. არა, ნახერხია. ყოლელი ვარ იცი. და სარსებულს. ყოლელი გავხდი. ვიკაევა მატლი მოკლა რის გამოც დაიჟება ერთ ჭიქი დავასხა. მოდი შემდეგი დავალება მოგიწევს ეს დალევა. მე შემოვიტან ჭიქას. სადაც არის დავალებები. თქვენ ამოიღებთ რიგრიგობით, წაიკითხავთ და იმის მიხედვით გაცია. იმიტომ რომ გეხვეწები. ეს მატლები აქ დაისვენებენ, იმიტომ რომ შეიძლება დაგჭირდეს კიდე. გადადრებიან რო იცოდე, იმიტომ რომ და ასე დაწამდნენ. და ჭიები ეყოლებენ. მოვიდა დავალებები, აქ არის მოტაცებული რამდენიმე დავალება. ბასტო იქნება პირველი. თუ გინდა დაგიდო. მოდი დავთმოთ. მაშინ ნოგინდა. რომელი ხსნით მოიცე? მე ვხსნე. კარგი, წაიკითხე. ყველაზე დიდ უწყვილად ინტერნეტში გითხვამს. მოიცე რა? ყველაზე დიდ უწყვილად ინტერნეტში გითხვამს. შეგიძლია თქვა ან და დალიო. მოვიფიქრე. ან დალიო. ბიჭო, უყურე, ეხა გეტყვი რაღაც და ჩემი ეგეთ ტყუილი არ მახსოვს რა. სიმართლე გითხრა.
ჩემი იდეოლოგია არის, რომ არასდროს მოიტყუო, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც არასდროს იტყუება, მისი ცხოვრება უბრალოდ მარტივია. ხო ხდები? მართლა ეგრე არის. სწორედ ამიტომ მე ეგრევე შევითვისე ეგ ამბავი და გადავწყვეტე არასდროს მომიტყუებინა. თუ მომიტყუებია ყველაზე დიდი უკუიტყუები რა. ერთი წუთი. არ ამგონია რომ მე შეიძლება პრეცედენტი ვარ ახლა. მაგრამ რეალურად ესეთი ვარ რა. ხო და ყველაზე დიდი ტყუილი რაც ინტერნეტში მithქვამს არის მაფიაში მაგ მოტყუებული და დესტიში მაგ წამოღებული მაგ ტყუილის გამო რა. ხო და ეგ ტყუილი იყო დაშვებული ტყუილი. ხო და სწორედ ამიტომ ახლა მე ყველაზე დიდი ტყუილი რაც მithქვამს არის დაშვებული ტყუილი. მაგიტომ მივჩერე დავი. ეს დიდი ტყუილი დაშვებული ტყუილი. მე იცი რას ვფიქრობ, აი შენ აი ესე გამოძვერი, აი გამოძრომა. კი, გამიგებულია პასუხი. ნეტამ კონდეს ეგეთი ტყუილი ეხლა მე ასო, ყველაზე დიდი ტყუილი აღმოჩნდა მაფიაში მოტყუებული, ეგეც თამაშიდან გამომდინარე. ძესიტიში აქ წამოღებული 100,000 ლარი. 100,000 ძესი. ძალიან crazy. აბა ვიკას კითხვა მოვისმინე ისე, დავალება მოვისმინოთ. რენდომად ჩასქროლი გალერეა შემთხვევითობის პრინციპით ამოერჩე ფოტო და გასწორე თუ გასწორო არ სვავ. ოკეი. იზა? აგერ ეს ვიზია. ფოტო იქნება მე მივიტანდა ვარ. და თვალებს დავხუჭავ და რასაც ის თიც დავადებ ეგ იქნება. მე გავაჩენე. აი, ხო, აი. ეს იყოს. აი, ამ ფოტოს გავსტოვავ. მანაჰე? მეგობრები საყვარლად შეგიძლია ხო? ძალიან კარგი ფოტოა. გამოძრა. ეს ფოტოა. აირჩია ბოლო 5 recent call ებიდან რომელიმე დავეკე და უთხარი გამოსამშრობლად ნახტობა და გაუთიშე ტელეფონი. ანუ ესე უნდა უთხრა გეგონება, აი რაღაცა უნდა გარისკო, ანუ. კაი. თვითონ თავს წირავ რა და პირველი 5-დან. გიორგი ბოლტოს აურეკო? აი პირველი 5-დან. თუ ზუკა მოგხიდეს დაურეკო, მოთან სხვა საქმე მქონდა საერთოდ. ნიოქსალე 2 წუთი. короче, ხა ვიყავი რაღაცა იმაზე რა ქვია. მარტო ხარ ვაფშე. ლობჟან სენსოთო. შეიძლება ვერდი გახვიდე თან. მანქანაში ვიყავი. ანუ არა, просто არის მის ხორავს. არა. უცებ კეთვი რა. короче, ხა ვიყავი რაღაცა იმაში გადაცემაში, სტალეო მიწია რა. ხო. და რო დავლიე. ისე დავლიე რა, ანუ დავლიე რა. გავატასავე და რაღაცებზე დავფიქრდი. და просто მე დაიცოდე რა, რომ რაც გამიკეთებია ცხოვრებაში ერთად რა. კონტენტი იქნება, ბიზნესი, პოტენციალი უნდა იყოს რა. ერთ-ერთი ადამიანი ხარ, ვისაც 100% ენდობოდი. ყველაზე მქონდა ეჭვი ვაფშე საერთოდ რა, რომ აი ეს მიზანი აქვს, ამაც ეს მიზანი აქვს. შენ იყავ ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ვფიქრობდი, რომ ტყოდი რომ მომინდიო. 100% ჩემთან იყავი რა. ხო და აუ, ცნობები მომანდე. ერთი წუთი. მინდა რომ იცოდე ეგა და რაღაცა ამ ყველაფრის მე რაღაცა კითხვები გაჩნდება ცხოვრებაში და გინდა ჩაიწერე რა. ან სკრინ რეკორდერი და იცოდე რომ 100% ჩემი რაც კი დოლარი მიმიღია და მიგვიღია შენ დამსახურებაა არის ყველაფერი რამე ჩემი არის. საკუთე წავედი განაჩვენე. სალფეტკი ვინატროზები. დაველოდოთ ეგ გამოდიეკავს. ძალიან თქვი ყველაზე უხერხული პაემანი ცხოვრებაში. კაი ვიქ, ძალიან პატარა ვარ და ერთი ბიჭი ვნახე პაემანზე და თურმე ყოლია ტყუპისცალი. და ან იმ ტყუპისცალად ასახებდა თავს, იმიტომ რომ თვითონ სულშვილი ყავდა. და მაქუებდა. და მე მითხრე სახში რომ მივედი რომ შენ დებილი ხوار ხარ და crazy ისტორია რომ მე ეს ვარო თავი დამპალო გაბელო შენ გამოიცი რომ ხარ პრობლემები შემოქმნა ბასო მოდი შანს მოგცემ იქნებ გადმოგირეკოს თუ არ დარეკა მე დაგისხვა და მე დალე ერთი ჭიქაკი ჩემი ვალე ერთი წუთი ან თუ არ დამირეკა ხო თუ არ მე ვაგებ არ ეწერა მან კი რომელი ინფლუენსერი გეჩვენა ყველაზე fake რა ჯანდაბა გინდა შენ ჩემთან შენა მოგივიდა რა უკენა მე ხო არა რომელი ინფლუენსერი გეჩვენა ყველაზე fake რასტეში ნავს მოდი ომარიკო ვინ არის ომარიკო იმიტომ რომ თვითონ არ არის მაგის ვიდეოებში და შეგიძლია არ გეთქვა და დაგენო არ ვიგებ არ მიიღო ჩემო ძმაო
მე არ შევაწყობილად არ იგრძნო თავი, პროსტა ფეიკ არის, იმიტომ რომ თამაშობს ყველა თავის TikTok-ში. მე ვარ ნიჭიერი კაცი, მე ვარ გენიოსი. რომ ამერში ვფიქრობ ისეთ რაღაცებს და ზურები თორე, სხვაებს ვფიქრობ და კი არ ვიცი. შეჭამო შენმა ოპონენტმა მატლი, დალი თუ არა და შენი ოპონენტი ჭამს მატლს. ანუ ეხლა მომიქნე. არაფერსაც არ ვცნო. არა, შენ ვერ გაიგე როგორ არის. საკაურობა. შენ ვერ გაიგე როგორ არის. ანუ ერთმა უნდა შეჭამოს და ერთმა დალიოს. ვაი, არ გადგინა იქამდე არაფერი. მე ვსვამ დაასხი ეხლა განსხვავებით. მე შემიძლია რომ გავსე ბოლომდე, პოლი ეხლა გავსე. მომიცნე. მე პირველი ვთქვი, ჩუ. მომწავლავს. არა. დონატი მომეცით ვარ. მე უბრალოდ ვარ ვაჟკაცი. ეს კუდი არ ჩანს. დავაი, თუ მაგარი კაცი ხარ, ჭამე მატლი. მწიფე წუნიანი რა იხოაზე ხარ მოსული. აი ესეც 3 კილო ხორცი. სოლიდარობას გამოგიცხადებ და მეც შევჭამ შენთან ერთად. მინდა? მიდი. დავაი. და არც ერთია მე დავლე თქვენ თუ ორივე შეჭამთ მეტი ერთი რა. სამი, და. ჩემთან. რადგან თქვენ შეჭამეთ მატლები მოიცა რადგან თქვენ მატლები შეჭამეთ მოიმე ცოცხალი მატლი შევჭამე. მოიცა რადგან თქვენ შეჭამეთ ცოცხალი მატლები მე აი საცმელში ჩავიდე დავლებ ცოცხალ მატლს მოგიბინე დროზე ახლა მაგი? ბრავო. ცოცხალი მატლი დალია. რა ცოცხალი მატლი და? სამყაროს კანონებს შეეწინააღმდეგა. ჩავაგდე და გადავყლა ჩვენ ჭამეთ მატლები ერთი წარი. საგოს სონია მატლი მეხუჭუნება. გენაცვალეთ, მაო. დონატი კიდევ აი ქონდა. გისტუნა ვიყავ. მატლები ვჭამეთ ბიჭო ეს რა ახალი კერძი შექმენი მასტერშეფში რო გაიტანა ოქროსის საფარს მიიღებ ახლა ამ უკანასკნელ დონატზე ერთმანეთს თამაშებიან ბასტო და ვიკაევა ჯეირანს მხოლოდ ერთამდე მოემზადეთ ჯეირანი პრეიგო მეცეჩეო მოემზადეთ ეცუდეთ ჯეირანი ასი ყველა აბა წავეdes გადაცემა დასრულებულია